მე ვარ ნინი, ვცხოვრობ ფოთში და ძალიან მომწონს ჩემი ქალაქი. დავიწყეთ урბანული გარდასახვის პროექტი, რომელიც არის ევროკავშირისა და UNDP-ის მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტი. ფოთში მოვაწყეთ მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ყველა ადამიანზე თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ შევქმნით ახალი ინფრასტრუქტურა, მოქალაქეებზე და მათ საჭიროებებზე დაკვირვებითა და ინტერვიუებით შევქმნით ახალი მიდგომები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში გამოადგება ქალაქს და მოქალაქეებს. ძალიან მიხარია, რომ ჩემზე მორგებულია ჩემი ქალაქი. მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობას მიეცა შესაძლებლობა განახლებულიყო ისტორიული ამფითეატრი ნიკოლ ორქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში. Cette ინოვაცია იყო ის, რომ ჩავატარეთ პროტოტიპირება, რაც გულისხმობს იმას, რამდენად დაიტვირთებოდა ზემოაღნიშნული ლოკაცია ამფითეატრის განახლების შემდგომ. სამომავლოდ ხედავ, რომ ძალიან ბევრჯერ და ხშირად გამოვიყენებთ ამ სივრცეს. სხვადასხვა ადგილებში ასეთი აქტივობები რო ჩატარდეს, ბევრის ყურადღებას მიიქცევს, როგორც ადგილობრივი, ისე სტუმრებისთვის, პოპულარობაც გაიზრდება ჩვენი ქალაქის. ასეთი ისტორიული კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები ნამდვილად უნდა გამოცოცხლდეს. ფიქრობთ, რომ ამ ახალ მიდგომებს, ინოვაციებს, ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინს სამომავლოდ გამოვიყენებთ სხვა საპროექტო ღონისძიებების განხორციელების დროს. ეს ადგილი არის სპორტული კომპლექსი, სადაც საოცრად ოზის გარდა არის ასევე დახურული სავარჯიშო მოედანი, ანუ ფეხბურთისათვის, კალათბურთისათვის, ასევე ღია მოედნები არის ფეხბურთისათვის. წარმატებული პროექტი მაშინ შედგება, როდესაც თანამშრომლობითი ურთიერთობა არის მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ამის მაგალითი არის ეს გამაჯანსაღებელი ცენტრი თავის საცურაო აუზით. ჩემი შვილები არიან ამ აუზის მომხმარებლები. აღნიშნული პროექტი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გააქტიურებასა და მეტი ეკონომიკური შემოსავლების გენერირებას.